სალომი ყველას, ჩვენ ვართ ვიტამინის თამარმეფის ფილიალში და დღეს გეტყვით და მოგიყვებით თუ როგორ შეიძლება მინიმალურ თანხებში გქონდეს, ესე ვთქვათ, მაქსიმალური შედეგი და ვიყიდოთ ყველაზე გამოსადეგი დანამატები. რაც შეეხება თანხას, დღეს მე მექნება მხოლოდ 100 ლარი, ესე რომ დავიწყოთ. ფასდებულ ფასებს შემოგთავაზებთ და ჯამში ვნახოთ რამდენ დანამატს ჩავდეთ. პირველი ალბათ ბევრს არ გაუკვირდება რა იქნება, ყველაზე დატესტილი დანამატი ეს არის ვიტამინ Power-ის კრეატინი. რაც არაერთხელ მithქვამს, რომ ყველაზე ესე ვთქვათ, თავის ფასში ყველაზე მაღალი შედეგის მომცემი დანამატია და ზოგადად როგორ მუშაობს კრეატინი მოკლედ ვთქვათ, ხო? ჩვენი კუნთები ზოგადად ATF-ისგან გამომუშავებს ენერგიას. მოლეკულა, რომელიც საერთოდ ზოგადად ენერგიას წარმოქმნის ორგანიზმში, მაგრამ ინტენსიური ვარჯიშის დროს ძალიან სწრაფად იწურება ამ მოლეკულის მარაგი. ხოლო კრეატინი გვეხმარება თავიდან წარმოქმნაში ATF-ის, ამ მოლეკულის, რომ თავიდან მოქცეს ის ენერგია, ხო? ანუ საბოლოო ჯამში რას გვალზებს? ანუ გვიხანგძლევს ვარჯიშს და გვიხანგძლევს, რა თქმა უნდა, ვარჯიშის ხარისხს. ანუ შეგვიძლია უფრო ხანგრძლივად ვივარჯიშოთ და უფრო ხარისხიანად, ესე ვთქვათ რა. საბოლოო ჯამში პირველი შედეგი, რაც კრეატინს აქვს, ვიცით, რომ ეს არის მომატებული ძალა. და მომატებული ძალა, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულია უკეთეს კუნთოვან მასასთან, მეტი კუნთოვან მასასთან, რადგან მეტი წონის აწევა, რა თქმა უნდა, მეტი სტრესია კუნთებისთვის, შემდეგ ხდება აღდგენა ამ დაზიანებული ქსოვილების და შემდეგ, რა თქმა უნდა, კუნთის იზრდება ზოგადად ზომაში. და ბევრი კითხვა, ის კითხვა, რაც ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებს, რამდენი ხანი უნდა მივიღო კრეატინი, რამდენი უნდა მივიღო და ყველას აქვს სხვადასხვა აზრი. 3 თვე დაისვენე ძმა და 1 თვე მიიღე, მერე საერთოდ არ გინდა ძმა, მთელი ცხოვრებას ვიდა. ზოგადად რას გვეუბნება კვლევები, ხო? 3-დან 5 გრამამდე, რაც არის საშუალოზე ოდნავ დაბალი დოზა, შეიძლება მიიღო მთელი ცხოვრება. და გექნება უბრალოდ ნორმალური შედეგი, ოღონდ გრძელვადიან პირობებში რა. ან შეიძლება მიიღო 10-დან 15 გრამამდე, რაც იდეაში ჭირდებათ, ესე ვთქვათ, დიდ წონიან ადამიანებს, ასევე დიდ სპორტსმენებს და ის უკვე რეკომენდირებულია უკვე 3 თვე მიიღო და რაღაც 2 თვე მაინც, ესე ვთქვათ, შეისვენო და ის შესვენება უფრო კიდე ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის, რომ აი იცი, რომ აი მე ვისვენებ და არაფერი ისეთი პრობლემა არ მექნება რა. სხვა დანარჩენი 3-დან 5 გრამამდე შეიძლება მთელი ცხოვრება მიიღო. ჩემი გამოცდილებით და რო გითხრათ, ახლა მე პირადად როგორ ვიღებ, ეს არის რომ 10-დან 15 გრამამდე ვიღებ მეც დაახლოებით, მაგრამ 4-5 თვის მანძილზე ვიღებ და შეიძლება თვე-ნახევარი 2 თვე, ესე ვთქვათ, ამოვიღო ჩემი რაციონიდან, ისიც იმიტომ, რომ სიტყვაზე ესე ფსიქოლოგიური მომენტი გქონდეს, რომ აი მე ვისვენ კრეატინისგან. ხოლო ამ კრეატინს უკვე დღეს შევიძენ 29 ლარად. სანამ სხვა ბრენდის დანამატებზე გადავალთ, დავჭერთ ვიტამინ Power-თან და ეხლა მე შემოგთავაზებთ L-arginine-ს. რაც ასევე დატესტილი მაქვს, შეიძლება გქონდეთ თუ ჩემი YouTube-ს ადევნებთ თვალყურს, რომელსაც ჰქონდა მართლა არანორმალური შედეგი და არანორმალური ფამფი. ამინომჟავა, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ფამფზე, უკეთესად მიგვაწოდოთ ჟანგბადი კუნთებს და ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ხო, ანუ ფამფირისთვის არის, თუ მაგალითად ძიმე წონებს წევდა, ესე ვთქვათ, კუნთოვან ქსოვილებს ვაზიანებ და შემდეგ აღდგენა ხდება და კუნთი ამით იზრდება, რაში მჭირდება ფამფი, მაგალითად თუ ვარჯიშის დროს ვიფამფები, ვიბერები და მე ესე ვთქვათ, ისე ძველ მდგომარეობას ვუბრუნდები და ვიჩუტები რა. ფამფთან ერთად, ანუ სიხლთან ერთად რასაც კუნთებს ვაწვდით. ვაწვდით ყველა იმ საჭირო ნივთიერებას ზოგადად, რაც ზრდისთვის გვჭირდება. ამიტომ არ არის მხოლოდ ესე, რომ აი ძიმე წონები ვაკეთო თუ დაბალი წონები ვაკეთო. ანუ ეს იყო ადრე ხოლმე, რომ აი ვიზას დაკლება უნდა ძმა იმან დაბალი წონებით უნდა ივარჯიშოს და ბევრი გამეორებით რომ ცხიმი დაწვას, ესე ვთქვათ, და ვისაც მომატება უნდა ძიმე წონებით ივარჯიშოს. ორივე საჭირო უბრალოდ ორივეს თავისი დანიშნულება აქვს რა. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი ვარიანტია ჩვენს IM ბიუჯეტში ჩავსვათ L-arginine, რომელიც 23 ლარი. გადამოვიდეთ უკვე სხვა ბრენდთან, რომელიც არის Nature's Trust-ი, რომელიც არის ამერიკული და რომელიც გვაქვს აი ამდენი ძალიან დიდი რაოდენობით. და რას შემოგთავაზებთ ხა აი ამ ფირმის? ამერიკული ფირმაა და მე თქვენ შემიძლია შემოგთავაზოთ ელექტროლიტები. მინერალები, რომელსაც ისე ვთქვათ, დიდი ყურადღება არ ექცევა და ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ძალიან გამოსადეგი დანამატია, ესე ვთქვათ რა, პასუხისმგებელია ჩვენს სითხის ნორმალურ ბალანსზე, ჩვენს გულს ამუშავებს ძალიან კარგად, გულს სისხლის სისტემისთვის არის ძალიან კარგი, ნერვული სისტემისთვის არის ძალიან კარგი, განსაკუთრებით ესეთი სტრესის ფონზე რაც დღეს ჩვენთან ხდება და მარტო სპორტსმენებისთვის არა, ზოგადად ვისაც უნდა უბრალოდ ჯანმრთელი იყოს და ცდილობს ჯანსაღად იცხოვროს დიდხანს და ბედნიერად, ზოგადად ელექტროლიტები ძალიან გამოსადეგი რამეა რა. განსაკუთრებით ფაითერებისთვის, მებრძოლებისთვის, რადგან ელექტროლიტებს ძირითადად ოფრის ხარჯზე უკარგავთ და ისეთი დანამატია რა, აი შეყვარებულს გავს რა, ძალიან რთულია შენარჩუნება და მარტივი დაკარგვა. შეყვარებულია რა, ელექტროლიტი შეიძლება შენი შეყვარებული გახდეს. ასე რომ უნდა მოუფრთხილდე მას და გამოიყენო რა, იმიტომ რომ მართლა გამოსადეგი დანამატი არის. ხოლო მისი
ნაკლეობის შემთხვევაში შეიძლება მის ნაკლეობამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, დაკარგული ენერგია, ესე ვთქვათ, დაკარგული მადა, мотиваციის დავარდნა და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამ მოკლე ბიუჯეტურ ფასებში შენი შეყვარებული სულ რაღაც 29 ლარი აქვს. ჩვენ უკვე 3 დანამატი აურჩიეთ აი პატარა ბიუჯეტში 29-29-23 სულ დავხარჯეთ 91 ლარი და კიდევ ერთი დანამატი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც არის D3 სითხის სახით, რომელსაც აქვს ბევრად უკეთესი შეწოვა, იგივე ფილმის ამერიკული. ну, ბიუჯეტს ვწდებით 4 ლარით, მაგრამ შეგიძლიათ დააკომენტაროთ თაზა 4 ლარი და თაზასგან მიიღებთ 4 ლარიან აუჩერს, ესე ვთქვათ, ჩაგირცხოთ 4 ლარს რა. D-ვიტამინი არის ეძახიან მზის დანამატს, იმიტომ რომ ვიცით, რომ მზის სხივებთან ერთად ჩვენი კანი ბუნებრივად გამოყოფს D-ვიტამინს, უბრალოდ ზამთრის პირობებში ძალიან რთულია, ესე ვთქვათ, D-ვიტამინის ბუნებრივად მიღება. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებთანაც ძირითადად სიცივეა და ესე ვთქვათ, მზის სხივებს ვერ ხედავენ. ზოგადად ბუნებრივად შეგვიძლია D-ვიტამინი მივიღოთ, ესე ვთქვათ, რეკომენდაციაც გვაქვს ესეთი, რომ 15-დან 30 წუთამდე ძალიან კარგია, ესე ვთქვათ, მზეს ეფიცხებოდი და გამოყო, ესე ვთქვათ, ბუნებრივად D-ვიტამინი. თუმცა ეს რა თქმა უნდა განპირობებულია ადამიანის ფერზე, კლიმატზე და ზოგადად მდებარეობაზე, სად მდებარეობ რა. ასე ვთქვათ, ისეთი დანამატია, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აკლია და მისი ნაკლეობა კიდე ძალიან ცუდ რაღაცებს იწვევს. პირველი მინდა გავიხსენო რამდენიმე MMA მებრძოლი ვიცი და სპორტსმენებიც, რომ D-ვიტამინის ნაკლეობის შემთხვევაში ძალიან რბილდება ძვლები და შეიძლება სერიოზული ტრავმებიც კი ავიგებთ. ამიტომ იგივენაირად როგორც ელექტროლიტების შემთხვევაში ძალიან რთულია მისი შენარჩუნება, ესე ვთქვათ, ბუნებრივად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით და ძალიან კარგი იქნება, რომ დანამატის სახით მივიღოთ რა. ამიტომ ეს 4 პროდუქტი აი ამ მოკლე, აი ამ პატარა ბიუჯეტში არის ძალიან კარგი და კომბინაციაში ერთმანეთს ძალიან უხდება რა. ამიტომ არ დაგავიწყდეს 4 ლარი, არ არის პრობლემა. ამიტომ თუ მოგეწონათ ვიდეო და მსგავსი რჩევები გინდათ რომ გავაგრძელოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის ვიტამინი G, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და შემდეგ შეხვედრამდე.